ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ 7 მაისის საქმიან დილას. ჩვენ შემდეგ სტუმართან ერთად შევეცდებით საზოგადოებისთვის, მთლიან მოსახლეობისთვის ბოლო პერიოდში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კითხვებს გავცეთ პასუხი. ქვეყანაში მიმდინარე პროტესტების ფონზე აქციებზე დაჯარიმებულთა რაოდენობა მუდმივად ცვლადია. მოდი ესე ვიტყვით, მაგრამ ის ძირითადში მაინც იზრდება. მხოლოდ ბოლო 3 თვეში ფულადი სანქციების მოცულობამ არც მეტი და ნაკლები 2 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს ოფიციალური მონაცემებია, რომელიც ჩვენ მივიღეთ საქართველოს იურისტთა ასოციაციისგან. იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, როგორ ტარდება დაჯარიმების პროცესი, რამდენად შეესაბამება არსებული პრაქტიკა კანონმდებლობას და ცხადია რა გავლენა აქვს ამას სამოქალაქო უფლებებზე. ჩვენ სტუდიაში ვმასპინძლობთ ეკონომიკური სამართლის სპეციალისტს. საქმიანი დილა სტუდიაშია იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი. მე ძალიან ხშირად ვეცნობ მის პუბლიკაციებს და ყოველთვის საინტერესოა მისი მინდა გითხრათ წლების განმავლობაში განსხვავებული და არაორდინალური ხშირადაც მიდგომა არსებულ სამართლებრივ ჩარჩოსთან მიმართებით და დარწმუნებული ვარ, აქაც ძალიან ბევრ სასარგებლო რჩევას გასცემს საზოგადოებისთვის. დილამშვიდობისა ვადანკაკი. მოგესალმებით, პირველ რიგში გილოცავთ აღდგომის წყინვალე დღესასწაულს, გილოცავთ გიორგობას სიამოვნებით. და სიამოვნებს ის გარემო, რომელშიც ვარდობას გისურვებთ. ეს თქვენი მშობლიური გარემოა, საქმიანი, რომელიც სწორედ ამისთვის არის შექმნილი. ბატონო, დავიწყოთ თვითონ პროცესი. ჩვენ გვაქვს ფაქტოლოგიური მოცემულობა, კონკრეტული კანონმდებლობიდან გამომდინარე, კონკრეტული მუხლების გავლენით, რამდენიმე ათეული ადამიანი, მე მგონი უკვე ასეულსაც შეგვიძლია იდეაში ვთქვათ, 2 მილიონი ლარი ვერ იქნება მარტო რამდენიმე ათეულზე შემოფარგლული, არის დაჯარიმებული და მათ აქვთ კონკრეტულად ყველაზე მეტად და პოპულარული თემა არის 5,000 ლარით დაჯარიმება. სამწუხაროდ პოპულარული ცხადია. მეორე მხრივ პროტესტი არ წყდება. არც უნდა შეწყდეს. და არ შეწყდება იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც მომდინარეობს, რა გვაქვს ხელთ იმ იურიდიული რეალობიდან გამომდინარე, ჯერ შევაფასოთ თვითონ პროცესი, რა პროცესთან გვაქვს საქმე და შემდგომ ის მიგნებები, რომელიც თქვენ გამოაკლეთ, ცხადია აი ამ ახალი სასანქციო კანონმდებლობიდან გამომდინარე. პირველ რიგში მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, იმიტომ რომ გამოხმაურება თავისთავად ცხადია იყო. მე პერიოდულად ვცდილობ ხოლმე მოგეხსენოთ, როდესაც საპროტესტო ტალღა დაიწყო და ის აზვირთებული წინააღმდეგობა, რაც მოყვა ჩვენ რაღაც ვექტორის კურსის ცვალებადობას, ყოველ შემთხვევაში ცვალებადობა შეიძლება არ მომხდარა, თუმცა გაჟღერდა ამისთვის და ტალღა ზუსტად ამის გამო იყო. მე შევეცადე ბიზნესისთვისაც ერთგვარად მიმეცა რაღაც გარკვეული რეკომენდაციები, ხა მითითებებს ცხადია ვერ მივცემ. და აქედან გამომდინარე, მუდმივად რა თქმა უნდა არის ზრუნვა იმისა, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში ვიყოთ ისე, რომ დავიცვათ ჩვენი პირველ რიგში დამოუკიდებლობა ქვეყნის, დავიცვათ ჩვენი ღირსება, დავიცვათ ის, რისთვისაც ვიბრძვით მთელი ამ წლების განმავლობაში და მოგეხსენოთ, ახლა მე თვითონ ომგამოვლილი ვარ, ვეტერანი ვარ და ჩემთვის ძალიან დიდი ღირებულების ნაწილია ის, რაც ეხლა ახალგაზრდებში მუსირებს, გულისტკივილი მაქვს თავისთავად ცხადია და რაღაცნაირად მინდა რომ ეს შეხიდებული ყოველ შემთხვევაში ჩვენგან, ჩვენი თაობისგან იყოს, იმიტომ რომ ვეტერანები მაინც შედარებით ისეთი უფრო ასე ვთქვათ, აქტიური ადამიანები არ არიან და არ ვართ და რაღაც გარკვეული გარემოების გამო ეს უფრო მინავებული არის ასე ვთქვათ ჩვენში. დიახ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გამოცდილება, ხედვა, ეს ყველაფერი კარგად არის უკვე ჩვენში და შეგვიძლია რაღაცები ვთქვათ. პირველ რიგში რაც მინდა გითხრათ, სამწუხარო რაც ეხა მიწევს, აი თამამად, სამწუხარო თამამად ვთქვა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ისევ საბჭოთა კავშირში ვართ, აი ზუსტად იმ კითხვის გამო, იმ შინაარსის გამო, რომლისთვისაც დღეს ჩვენ შევიკრიბებთ და მაყურებელს ეს ინფორმაცია უნდა მივდიახ. აი მე შეგნებულად საქართველოს დღეს მოქმედი საქართველოში, ხომ აი 1991 წლიდან, ანუ პრაქტიკულად 34 წელია დამოუკიდებელ საქართველოს სახელმწიფოში ცხოვრობთ, ვაშენებთ, იცით თქვენ ჩვენ საპენსიო მიმართ, საგადასახად, ასე მუდმივად გვაქვს, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობისთვის შესაბამისი მშენებლობის რაღაც ნაბიჯები და რეკომენდაციები და ხედვები როგორ უნდა წავიდეთ, ეს არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კომიტეტი,
რომლითაც დღევანდელი ხელისუფლება სამწუხაროდ გასული ხელისუფლებაც, იმიტომ რომ იმათ ნაკვალებზე არიან აღმოცენებული ეს დღევანდელი სანქციონერები, აი მინდა გაჩვენოთ 1984 წლის კანონი, ეს კანონი, რომლითაც დღეს ჩვენ ვაჯარიმებთ სამწუხაროდ იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომლებიც თავიანთ კონსტიტუციურ, არა მხოლოდ სამართლიან, კონსტიტუციურ პროტესტს გამოხატავენ იმ ვექტორთან დაკავშირებით, რომელიც გაცხადდა აი ნოემბრის პერიოდში, როდესაც არჩევნების დაგულისება მოახდინა ხელისუფლებამ, ხო? აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი საშინელება ზუსტად ეს არის, რომ ისევ იქ არის ეს ყველაფერი ძაღლისთავი, ასე ვთქვათ, ჩამალული და ეს არის სწორედ ის რეპრესიები, რომლითაც გასაბჭოებას ეძახდნენ ძველი ტერმინით რაღაც გარკვეულ საკითხებს, ხო, არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ადამიანის გაკულაკების და ასე შემდეგ, ხო? აი მიახლოებით ის რეპრესიული მექანიზმი, რომელიც დღეს მოქმედებს, არის სწორედ ეს კანონი. ბატონო აკაკი. დიახ. ესე იგი, თქვენ როგორც სამართლის სპეციალისტი ადასტურებთ, რომ სანქციები, რომელიც მიიმართება პროტესტანტების წინააღმდეგ, ეს არის რა თქმა უნდა დღეს მოქმედი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსიდან გამომდინარე, რომელიც თავის მხრივ როგორც იურიდიული ფაბულა ეყრდნობა 1984 წლის საბჭოთა საქართველოს თავიდან ბოლომდე. შინაარსია. შინაარსია საუბარი. თავიდან რატო? იმიტომ რომ აქ არის განსაზღვრება გასაჩივრების წესების, აქ არის განსაზღვრება რისთვის მიიღო მაშინ საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა საქართველოს პირდაპირ აი დღეს ხელმომწერი ССР საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე მდივანი აწერენ აი ამ კანონს ხელს. შესაბამისად, ეს არის ის შინაარსი და მასში ინექცია რაც მოხდა, ეს არის რომ შეგვაქვს საპატიმრო, ასე ვთქვათ, დაკავების ვადების ან გაზრდა ან შემცირება, თუ იყო რაღაც ჯარიმა 50 ლარი, იგივე ჯარიმა გახდა ჯერ 500 ლარი და დღეს 5000 ლარი, ხო, ყველაზე დიდი. მე რისი თქმა მინდა ამით რომ შევეცდება ეს ეკონომიკურ სამართლებრივ ჭილში გაჩვენოთ და წამოვიღო ეხა ეს თემა, რომ სიცოცხლის უფლება, ეს რომ ადამიანის უფლებაა საყოველთაო ყვარამიცით, თუმცა ჩვენი კანონმდებლობით ეს სიცოცხლის უფლება ასევე კონსტიტუციური უფლებაა. ეს არ არის მარტო ტრაფარეტულად ზოგადად სათქმელი თემა, ხო? ეს არის სიცოცხლე არის საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლება. ამიტომ მე თქვენ გეკითხებით, სტუდენტი, რომელიც პროტესტზე გამოდის, მისი სიცოცხლის უნარიანობა უზრუნველყოფა კალათა თვის განმავლობაში ალბათ 400-500 ლარი მშობლების წახალისებით და ასე ვთქვათ იმ საკვებით, რაც მან უნდა მიიღოს, სწავლა, ნაწილობრივ სახელმწიფო შეიძლება აფინანსებდეს რაღაც სტიპენდიის და საშუალო რო ავიღოთ, ხო? შენ როდესაც ადამიანს 5000 ლარით აჯარიმებ, გონება ხომ უნდა გქონდეს იმისა, რომ შენ მას 10 თვის, ანუ თითქმის 1 წლის სიცოცხლის უფლებას ართმევ, თუ კი მას ეს ჯარიმა გადახდის პირობებში დაუდგება. ხო, ანუ თუ კი ადამიანი ცხოვრობს 300, 400, 500 ლარი თვის განმავლობაში და მისი სიცოცხლის უნარიანობის ბიუჯეტი, გამოდის რომ შენ აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას თავაზობ მას აი ამით და რაკნას ეხლა მე გეკითხებით, ეს არის სტუდენტ, რაკნას მისმა მშობელმა. რომლებიც ძირითადად არიან ბატონო კი 30 წელს ქვემოთ. რა თქმა უნდა. ადამიანები. თქვენ აქაც მე ვნახე თქვენი კომუნიკაცია და ინტერვიუ ბიზნეს პრეს ნიუსთან თუ ვხდები. სადაც თქვენ გამოსავალიც იპოვეთ როგორც სამართლის სპეციალისტმა და აი ეს აშინ მდგომარეობს. პირველი ის რომ თვითონ ეს ადმინისტრაციული კანონმდებლობა სამართალდარღვევის და პასუხისგებაში მიცემის წესი ძალიან არაბალანსურია და ამოვარდნილია ზოგადად იმ სამართლებრივი სივრციდან, რაც ჩვენ გვაქვს. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ადმინისტრაციული პროცესები როგორ წარიმართება არის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და მის საპროცესო კანონმდებლობის წესებს ეყრდნობა ადმინისტრაციული, ასე ვთქვათ, განხილვები, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო. მაგრამ სამართალდარღვევა, ანუ ეს კოდექსი, როდესაც მოქმედებს, აქ თქვენ ვერ გაიგებთ, ამოუხსნელია. გნებავთ მოსამართლეს კითხავთ, გნებავთ ადვოკატს კითხავთ, გნებავთ იურისტს კითხავთ, გნებავთ პარლამენტი, ვინც ვთქვათ ამ ინექციებს აკეთებს, ვერავინ ვერ გაგცემთ დაზუსტებით პასუხს, რა უფლება უნარიანობის მქონე არიან
ის ადამიანების სრულყოფილება მაქვს ხედველობაში მტკიცებულების გამოთხოვით, შესაბამისი შუამდგომლობების დაყენებით, გასაჩივრების წესით და ასე შემდეგ, ანუ რომელ ჩარჩოში ზის ის საპროცესო მოქმედებები, რომლებსაც ახლა სასამართლოები იხილავენ, ესე აქტიურად და ცალსახად. ეს ერთი ნაწილი. ახლა შევეხოთ მეორე ნაწილს, როდესაც ხდება დაჯარიმება, დაჯარიმების დღევანდელი პროცედურული ნაწილი ესეთია, დაჯდება, ასე ვთქვათ, ან ზის თუ როგორც არის ვიღაც პოლიციელი ათვალიერებს, ასე ვთქვათ, კამერებს, ჯერ აქაც დიდი კითხვის ნიშნებია პერსონალური მონაცემების დაცვიდან გამომდინარე და საიას და ბევრი ესეთი კვალიფიციური კვლევები ამასთან დაკავშირებით არის, რა წინააღმდეგობაში მოდის ასეთი იდენტიფიცირება და ამ ხნის განმავლობაში ისინი, ასე ვთქვათ, გამოავლენენ ვიღაც პირს, იდენტიფიცირება ხდება, შესაბამისად ხდება გამოწერა ჯარიმის და მე ამ ჯარიმის გაგზავნა, გადაგზავნა ან პირადად მისთვის, ან სასამართლოსთვის, რომ სასამართლომ ის დაიბაროს, ასე ვთქვათ, განხილვაზე, რომ ეს ჯარიმა როგორც დადგენილი ფაქტი მას, ასე ვთქვათ, გადასცეს. აი აქ უკვე იწყება ის გარემოება, რომ რამდენადაც შესაძლებელი არის არ უნდა მოხდეს ამ ჯარიმის ჩაბარება, სამართლებრივ ჩარჩოებზეა საუბარი, იმიტომ რომ სხვა მხრივ შეუძლებელია, არის ამის მექანიზმები იმისა, რომ თქვა იგივე სატელეფონო კომუნიკაცია როცა ხდება შენ არის ვინ გირეკავს. გეუბნება ვიღაც მე ან უწყება უნდა გამოგიგზავნოს ჩაგბარდე. ვარიანტი ხო ბატონო აკაკი? რა თქმა აუცილებლად, იმიტომ რომ ეხა არავისთვის არ არის წამახალისებელი, როდესაც დაგირეკავენ და სასამართლოა გირეკავს შენ ხედავ ვინ არის თუ როგორ არის და ასე შემდეგ. თქვა ჩამბარდა ბატონო. და ჩაგბარდათ. ამის შემდგომ თქვენ იძულებული ხართ გამოცხადდეთ სასამართლოში, თუმცა თუ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, ეს იქნება ავანტყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, სხვა შესაძლებლობა, რომელიც თქვენ შეგიძლიათ ასევე მიმართოთ სასამართლოს და ის დანიშნული დრო ასევე რაღაც გარკვეული პერიოდით გადაავადო. რა თქმა უნდა. ამის შემდგომ ეხლა თუ კი იძულების წესით, რაღაც გარემოებებში მივედით სასამართლოში, აი აქ არის მთელი ნაწილი იმისა, რომ რა მტკიცების ტვირთი გვაქვს და ასე ვთქვათ, მწუხარება იმისა, რომ საადვოკატო პრაქტიკის მიმდინარე სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ლაბირინთები აქვს ამ კოდექსს და მას არ აქვს ის რეგლამენტაციები, რაც ვთქვათ, სისხლის სამართლის კოდექსს და პროცესს, რაც სამოქალაქო პროცესს და ამ შემდეგ ამ კოდექსს ეს ლაბირინთები აქვს, რომ აიხლართები ვერ შეძლებს შენი უფლების რეალიზაციას. რადგან ამას ვერ შეძლებდა ეს მარტივად ახორციელებს ამას სასამართლო და ბევრ უფლებას არ გაძლევს, საქმე იმაშია, რომ რეპრესიული ნაწილი რაც არის ამისა თქვენ კარგად იცით რომ ზოგადად სასამართლოს გადაწყვეტილებები ვიდრე საბოლოო ინსტანციით არ იქნება მიღებული და დადასტურებული ძალაში არ შედის ან თავს იკავებენ რომ ის წინასწარ ძალაში შევიდეს რაღაც გამონაკლისები არის მაგრამ ამ კოდექსის მიხედვით ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელსაც სასამართლო შენს საწინააღმდეგოდ მიიღებს იქვე დარბაზშივე შედის ძალაში ანუ ეს რას ნიშნავს ესე იგი ის დადგენილების სახით გამოდის გადაწყვეტილება ეს დადგენილება უნდა ახსრულდეს. ანუ ახსრულება უკვე ცდება ამ კოდექსის ფარგლებს და ის გადადის უკვე საახსრულებო საქმეთა წარმოებაში დიახ. ეხლა უყურეთ როგორ არის, ანუ რატომ წყდება გული ეს, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ყოველდღე ვართ პრაქტიკაში და ხო ვიცით რაც ხდება ჩვენი კოლეგა მოსამართლეების მხრიდან. უყურეთ მაქვს შემთხვევები, როდესაც რაღაც ხულიგნური ფაქტი მოხდა, რაღაც გაუგებრობა მოხდა, ჭუბი იყო, რაღაცა დაჯარიმდნენ ადამიანები ადმინისტრაციული პასუხი, იგივე თქვათ, ნასვამი მდგომდა, ასე სხვადასხვა გარემოების გამო. ამ მიღებულ ჯარიმებს პრაქტიკულად რიგის მოლოდინში, ანუ არავინ არ აგზავნის ანუ ერთი საახსრულებო სამსახურში და მიახლოებით 1 წლის განმავლობაში ვიდრე ასე ვთქვათ ვადა არ გაუვა ეგ დევ სასამართლოში და სანამ არ ჩახედავენ რომ რომელი მაგალითად მოვიდა ამის ჯერი გაზდის რომ გადასცენ ეს არის ძალიან ბევრი ეხლა თქონდა ბოლოს ესეთ შემთხვევა ამ ადამიანებს ვინც დაჯარიმებული იქნა არც კი არიან გამოსულები სასამართლო დარბაზიდან უკვე გადაგზავნილი არის ეს საქმეები საახსრულებაზე. დიახ, სამწუხაროდ. მათ რა უნდა იმოქმედონ? ეხლა აქ რა ხდება? ეს დაეწერება იქ ახსრულების სამსახურს. ახსრულების სამსახურს აქვს ვალდებულება რომ შეტყობინება გამოგიგზავნოს, თუმცა შეტყობინებასთან ერთად დარღვევა ხდება ხოლმე და ანგარიშების დაყადაღება ხდება საბანკო დღეს
ეს ხელმისაწვდომი არის. შესაბამისად, თუ კი ეს ანგარიშები ცარიელია, ამ შემთხვევაში ის ვალდებული არის საახსოვო სამსახურო გამოგიგზავნოს შეტყობინება. შეტყობინებით ასევე უნდა გაგაფრთხილოს, რომ თუ თქვათ რაიმე ქონება გაქვს, რომ ეს უძრავი იქნება, მოძრავი აღწერის მიზნით გადაუგზავნო და ჩამონათვალი მიცე რა გაქვს, თქვათ სტუდენტი გაქვს. ეხლა იშვიათ შემთხვევაში რომ ან მიწის ნაკვეთი კონდეს, ან ბინა, ან რაღაც, ანუ მის სახელზე ყოველ შემთხვევაში მობილურიც ან დედის ნაყიდია, ან მამის და ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე სიცარიელია. ანუ ეს სიცარიელი თუ კი იქნება და ანგარიშები დაყადაღებული იქნება, თუმცა არ იქნება ხელმწტომა რაიმე თანხებზე, იგივე კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ თუ კი 5 წლის განმავლობაში ეს პირობა გაგრძელდება, ანუ 5 ჯარიმა გაქვს სამწუხაროდ არიან ძალიან ბევრი დაგროვდა უკვე ჯარიმების რაოდენობა ერთ ადამიანზე 150,000 ციფრი წავიკითხე ერთი ადამიანის დაჯარიმების შემთხვევაში თუ კი ეს 5 წლის განმავლობაში თუ კი მისი აღსრულება ვერ მოხდება უკვე კანონმდებლობით ხდება მისი ჩამოწერა აქაც არის შუალედური ვადები რატო ვისაუბრემე სასამართლოში მისვლის და შემდგომში სასამართლოდან გადაგზავნის. იმიტომ რომ ესეც ვადებს უკავშირდება, აქაც პროცედურებია. ანუ არის 6 თვიანი ვადა სასამართლოსთან დაკავშირებული ურთიერთობისა, თუ არ მოხდება განხილვა, აქაც უკვე არ ექვემდებარება შემდგომში განხილვას. არის 1 წლიანი ვადა, ანუ თუ სამართალდარღვევა გამოვლენილი არ იყო და მერე ანუ მოხდა რაღაც ფაქტი, მერე გამოვავლინეთ, ანუ გამოვავლინეთ და სასამართლოში არ იყო ეს აღსრულებადი, შესაბამისად 1 წლის ვადა იქ ვრცელდება და ასე შემდეგ. ამიტომ ეს შუალედური მომენტები ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ამ ფაქტორთან დაკავშირებით და რაც გითხარით, ეხლა სიცოცხლის უფლებას ეხება პირდაპირ ამ ტიპის ჯარიმები და საერთოდ. აკაკი ჩარგეიშვილი, ქალბატონებო და ბატონებო, ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი, დარწმუნებული ვარ, მისი დღევანდელი ვიდეო ჩართვა და ჩვენთან სტუმრობა ერთ-ერთი საინტერესო და მოთხოვნადი იქნება. ჩვენ გავდივართ ახლა რეკლამაზე და რამდენიმე წუთში უკვე ელენე გოგბერაშვილი გადაიბარებს საქმიანი დილის მესაჭეობას. ულმესი მადლობა ბატონ აკაკი მობრძანებისთვის. წარმატებული დღე. მშვიდობა ჩვენ სამშობლოს.